ჩვენ ირანის საკითხზე საუბარს ახლა გავაგრძელებთ სტუმართან ერთად, ჩვენთან სტუდიაშია გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი. სამშვიდობისა გიორგი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მძიმე ვითარება ირანში უამრავი ადამიანია დახოცილი და უამრავს ვამბობ იმიტომ, რომ ინფორმაციაზე წვდომა ძალიან შეზღუდულია, ინტერნეტი ჩახშობილია, მაგრამ დაახლოებით 500-მდე ადამიანზე ელაპარაკი, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ გაცილებით მეტია მსხვერპლი, ისევე როგორც დაკავებულთა რაოდენობა, რომელთაც ემუქრებიან სიკვდილით დასჯით. დღეს გახდა ცნობილი, რომ თეირანმა ითხოვა, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა ახლა პროცესები ირანში იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენამდე მოდის? ინფორმაცია ძალიან მცირე არის, ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. საქართველოში ბევრი ძალიან კარგი ირანისტი არის, რომელსაც არაერთხელ უსაუბრია იმ გამოწვევ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ეს მოვლენები. ვითარება არის ძალიან მძიმე, ეს არის ობიექტური რეალობა. ვითარება არის ისეთი, რომ რეჟიმი კლავს ადამიანებს ქუჩაში. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ ადამიანების მკვლელობა იქნებოდა ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც შეერთებულ შტატებს შეიძლება მოუწიოს ამ სიტუაციაში ჩარევა. გარდა შეერთებული შტატებისა, ახლო აღმოსავლეთში არის კიდევ მეორე ძალა, ეს არის ისრაელი, რომელიც წლების განმავლობაში საუბრობდა აიათოლების რეჟიმის მიუღებლობაზე. ჩვენ ვნახეთ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი ქმედებები ცოტა ხნის წინ, როდესაც მათ გაანადგურეს ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა, როგორც ჩანს, განიხილება მეორე ეტაპი, უკვე უშუალოდ დარტყმები, მიახლოებით ისეთივე ოპერაცია, რომელიც იყო მადუროსთან მიმართებით, ოღონდ ამჯერად უკვე ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან მიმართებით. აი 12 დღიანი ომი, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, რამაც უდავოა რომ დაასუსტა ირანი, ამასთანავე მადუროც ახსენეთ და იქ ჩატარებული სპეცოპერაცია, ასევე ტრამპის და მისი წარმომადგენლების განცხადებები აჩენს მოლოდინს, რომ შეერთებული შტატები რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა ეს ყველას ესმის, რომ არ არის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, მაინც რა ფარგლებში შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი. ფაქტია, რომ რაღაც უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა. არ ვიცი, ეს იქნება სამხედრო ჩარევა თუ სხვა მხრივ ზეწოლა, რა არის ყველაზე მეტად სავარაუდებელი თქვენი აზრით? სამხედრო ჩარევის გარეშე ცოტა გაუგებარია, როგორ მოახერხებს ტრამპი იმ მოლოდინების გამართლებას, რომელიც მან თავად აწია. ან ჩვენ არავინ არ სთხოვდა მას ირანელი დემონსტრანტებისთვის მხარდაჭერის აღქმას, უბრალოდ ბევრი სთხოვდა, მაგრამ მისი ვალდებულება ის ნამდვილად არ იყო. მიუხედავად ამისა, მან თვითონ თავად განაცხადა, რომ აპირებდა ირანელი ხალხის მხარდაჭერას. ამას დაემატა სენატორ გრემის განცხადება და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მაღალი მოლოდინები, რასაც რა თქმა უნდა ემატება ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა მარ-ა-ლაგოში ახალ წელს. ჩვენ ვნახეთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ასევე იყო ჩასული შეერთებულ შტატებში და გასაგები არის, რომ მაინც და მაინც არის საუბრეს ტორტების დაგემოვნებაზე. აშკარად საუბარი იყო ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკურ ვითარებაზე და იმ ახალ რეალობაზე, რომელშიც შეიძლება მთლიანად ახალი ახლო აღმოსავლეთი აღმოჩნდეს, თუ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ჩაანაცვლებს ახალი ირანი. როგორი იქნება ეს ირანი, ჯერჯერობით ძალიან რთული სათქმელი არის. ჩვენ ხედავთ, რომ განსაკუთრებით აქტიურობენ შახის მომხრეები, მომავალი და ყოფილი შახის მომხრეები, თუმცა საბოლოო ჯამში სიტუაცია არის ძალიან დინამიური. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ვერანაირ სცენარს. ირანი არის მრავალ ეთნიკური სახელმწიფო, რომელშიც არის უმცირე 3 სერიოზული მსხვილი ეთნიკური ჯგუფი და როგორ მოხდება ამ ვითარების განვითარება ძალიან რთული სათქმელია. გიორგი, ჩვენ ფართო კიდევ უფრო ფართო სურათზეც ვისაუბრებთ, უბრალოდ მინდა რომ ერთი შეკითხვა კვლავ ირანზე დაგისვათ, ეს ეხება რისკებს, რამაც შეიძლება რა რისკებიც უკავშირდება სამხედრო ჩარევას. ეს უნდა იყოს ცალსახად მიმართული იმაზე, რომ გარანტირებულად შეცვალოს რეჟიმი ასეთმა ჩარევამ, თუ რაიმე კიდევ სხვა შესაძლო სცენარს ითვალისწინებდეს. შეიძლება რამდენიმე სცენარი იყოს. ერთი სცენარი არის ისლამური რესპუბლიკის დასუსტება,
მეორე სცენარი არის ხელმძღვანელობის რეჟიმის შეცვლა. ჩვენ ვნახეთ, რომ 12-დღიანი ომის დროს ამოცანა იყო მხოლოდ ბირთვული ობიექტების განადგურება, მაგრამ ამანაც კი მნიშვნელოვნად დაასუსტა რეჟიმი იმ ეკონომიკურ უამრავ პრობლემასთან, რომელიც წარმოიშვა აიათოლების რეჟიმის არაკომპეტენტური მმართველობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, სანქციებმაც ითამაშა როლი, მაგრამ ის რომ ამ რეჟიმმა ამ წლების განმავლობაში ელემენტარულად წყლის მომარაგება ვერ მოახერხა, ეგეც რა თქმა უნდა სერიოზულად გვაჩვენებს, რამდენად არაკომპეტენტური და პრობლემური რეჟიმი არის ირანი. რაც შეეხება ჩვენ ვახსენეთ შესაძლო მოლაპარაკება, ჩვენ ვიცით, რომ შეერთებულმა შტატებმა სადაც მოლაპარაკება მადუროსთან, მას ჰქონდა შეთავაზება თურქეთში წასულიყო, თითქოს გვაკლია ჩვენ ავტორიტარები რეგიონში, მაგრამ მან უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე, მან გამოიჩინა არაადეკვატურობა და ზუსტად ამ არაადეკვატურობისთვის დაისაჯა საბოლოო ჯამში. ვნახოთ რას იზამს ირანი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ბირთვული პროგრამის გაუქმება. არ გამოურიცხავ, რომ აიათოლების რეჟიმმა სადოს მოლაპარაკება ამ პროგრამითაც კი ახლა უკვე, რადგან გადარჩენის საკითხი უდგათ. მეორე მხრივ არც იმას გამოურიცხავ, რომ შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციამ აიათოლას ზუსტად ისეთივე შემოთავაზება გაუკეთა, რომელიც ალბათ გაუკეთეს თეირანის მხრიდან, ასე ვთქვათ, შეხმიანება ვაშინგტონში. ეს სისუსტის გამოხატულება იყო, როგორ ფიქრობთ თქვენ, როდესაც მათ ეს კონტაქტი სცადეს, უფრო მეტიც შეხვედრის სურვილი არის. შეიძლება ეს არის სისუსტე, ან შეიძლება ეს არის манипуляция. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ ირანის რეჟიმი გამოირჩეოდა манипуляციური ტაქტიკებით და ტექნიკებით. ერთადერთი ვინც მათ უსწრებს არის პუტინი და ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ ეს манипуляციური მცდელობები შეერთებული შტატების ამ ახალი ადმინისტრაციით, ყოველ შემთხვევაში პუტინმა გარკვეული დროის მოგება მოახერხა. შეიძლება ირანის რეჟიმი ასევე ცდილობს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას მხოლოდ დროის მოგების მიზნით, რომ მათ მოახერხონ საპროტესტო მოძრაობის გაგუდვა და მარტივად რომ ვთქვათ, ყველა მოკლან, ვინც არ ეთანხმება. კი ბატონო, ახლა რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მადურო ახსენეთ, ამას გარდა არის გრენლანდიის საკითხიც, თავისთავად უმნიშვნელოვანესი თემა უკრაინის საკითხი. თქვენთვის არის თუ არა ბოლომდე გასაგები, როგორია ახლა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა? მე მგონი ეს არავისთვის არ არის გასაგები, თუმცა ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ გარკვეულ ტრენდებზე, რომელიც ამ პოლიტიკაში აშკარად ჩანს. პირველი და მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ძალის პროექცირება. აქამდე წლების განმავლობაში, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ასევე ობამას დროს, შეერთებული შტატები და პრინციპში დასავლეთი მთლიანობაში ცდილობდა, რომ ძალის დემონსტრირება ყოფილიყო მინიმალური. ჩვენ გვახსოვს ობამას წითელი ხაზები სირიაში, რომელიც სირიის ასადის რეჟიმმა გადალახა და არაფერი არ მომხდარა. ამიტომ წარმოიშვა გარკვეული შთაბეჭდილება, რომ შეერთებული შტატები ბევრს ბაქიბუქობენ, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. ახლა უკვე პრინციპში ყასემ სოლეიმანის მკვლელობა უნდა გავიხსენოთ პირველი ტრამპის პერიოდში. ეს იყო პირველი დემონსტრირება, რომ მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და ახლა უკვე ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა ჯერ ისევ ირანში, როდესაც ისრაელთან ერთად დაბომბეს და ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ მადუროს შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდა ძალის დემონსტრირება შეერთებული შტატების მიერ. ამას ემატება რუსული ტანკერების საკითხი და იმ სანქციების ახსრულება, რომელიც უკვე არის დაწესებული, მაგრამ რუსეთი ახერხებდა, რომ ყველას წინაშე ფაქტობრივად აერიდებინა ეს სანქციები ისე, რომ ყველა მიცოდა, რომ ეს ნავთობი არის რუსული, ტანკერები არის რუსული, მაგრამ მიახატავდნენ რაღაცა გაუგებარი ქვეყნების დროშას და ცდილობდნენ გადიოდნენ ფონს ამით. ახლა უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ტრამპმა მოახერხა ამ ტანკერის დაპატიმრება, ვიცით, რომ არაერთი სხვა ტანკერი, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის, ასევე არის ამოღებული სამიზნეში და ესეც, რა თქმა უნდა, არის ძალის დემონსტრირება. რამდენად არის ეს კარგი თუ ცუდი? მე ვიტყოდი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამას რა თქმა უნდა შეიძლება ქონდეს გარკვეული გამოწვევები, უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო სამართლის უზენაესობის იდეებიდან გამომდინარე, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ის, რომ დასავლეთმა მოახერხა ძალის დემონსტრირება, რა თქმა უნდა არის მხოლოდ კარგი, იმიტომ რომ ყველა რეჟიმი
დაწყებული ნარკოტერორისტებით ვენესუელაში, დამთავრებული აიათოლებით თეირანში, ახლა უფრო მეტად დაფიქრდება უნდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციასთან და შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება. მანიპულაცია ახსენეთ თქვენ ჩვენ ხედავთ რა გააკეთა პუტინმა სამშვიდობო გეგმის პარალელურად ხომ გამოიგონა თითქოს და მის სასახლეზე რაღაც თავდასხმა და შემდეგ განაცხადა რომ აი ამ პროცესიდან პრაქტიკულად გადის შეგვიძლია ასეთ შევაფასოთ უკრაინის საკითხს გულისხმობ თითქოს ძალიან ახლოს იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მაგრამ ნახეთ რომ სხვანაირად ხდება დღეს პოზიციონირება რუსეთის მხრიდან. თქვენი აზრით რუსეთი რამდენად არის ახლა ტრამპის ასე ვთქვათ სამიზნე აი ამ მანიპულაციის გამოც თუნდაც პუტინი როგორც იქცევა თუ მაინც ყველაფერს შეერთებული შტატების შემთხვევაში ახლა განსაზღვრავს ჩინეთის საკითხი და ამ კონტექსტში არის დანახული რუსეთიც მათ შორის. რა თქმა უნდა რუსეთი არის გადაქცეული ჩინეთის დანამატად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მისი დამოკიდებულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე არის მკვეთრად გაზრდილი ერთადერთი მიზეზი რატომაც რუსეთი ახერხებს ამ ომის გაგრძელებას არის ის არაფორმალური და ფორმალური მხარდაჭერა და დახმარება რომელიც მოსკოვს აქვს პეკინისგან, მაგრამ ამ მხარდაჭერას აქვს უზარმაზარი ფასი. ფაქტობრივად რეალური რუსული სუვერენიტეტი მსხვერპლად ეწირება ომის გაგრძელებას და რუსეთი მოსკოვი ნელ-ნელა ხდება უფრო მეტად დაქვემდებარებული. ზოგადად ყველაფერი რაც ხდება დაწყებული ვენესუელის დამთავრებული ირანით, რა თქმა უნდა ასუსტებს რევიზიონისტულ ძალებს, რა თქმა უნდა ის ღერძი რომელიც არსებობდა რუსეთი ირანი ჩინეთის სახით მნიშვნელოვნად არის დასუსტებული, იმიტომ რომ თუ ჯერ მას ჩამოაცალეს ვენესუელა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის კუბისთვის და შესაბამისად შეერთებულ შტატებზე მუდმივი წნეხის განსახორციელებლად, ახლა ვხედავთ რომ იგივე ხდება ირანში და ლოგიკური არის რომ ამის შემდეგი უნდა იყოს რუსეთის ფედერაცია. სხვა შორის დუგინი მე კი არ მიყვარს, მაგრამ გარკვეულწილად ჯდება მის პარადიგმაში, იმიტომ რომ ზღვის ძალები ეწინააღმდეგებიან კონტინენტურ ძალებს და ამ ეტაპზე აშკარად ზღვის ძალები იმარჯვებენ. მოდი ვთქვათ მაშინ უკრაინის ნაწილში რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი? ჩვენ ნახეთ რომ ევროპა გააქტიურებულია და გულისხმობ რა თქმა უნდა გაერთიანებულ სამეფოსაც, არა მხოლოდ ევროკავშირს, მოკლედ წამყვანი დიდი სახელმწიფოები აქტიურობენ სრულიად გასაგები მიზეზების გამო უკრაინის საკითხში, მაგრამ ტრამპის მხრიდან რამდენად იგრძნობა ის, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, ტანკერების დაკავება არის ის ინდიკატორი, რომ ტრამპი შეუტევს პუტინს და აღარ იქნება იმგვარი ურთიერთობა, როგორცაც ხედავდით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც საკმაო უკმაყოფილებას იწვევდა, როგორც ევროპელების, ასევე ამით უკრაინაშიც არ იყვნენ ბედნიერი ტრამპის და პუტინის ასეთი ურთიერთობით. ინდიკატორი რა არის, რომ ეს ყველაფერი იცვლება? მე გავმიჯნავდი ამ ორ საკითხს ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ერთი არის ტრამპის და ევროპელების ურთიერთობა. ჯერ კიდევ პირველი ტრამპის ადმინისტრაციიდან მოყოლებული ის საუბრობდა იმაზე, რომ ევროპელებმა უნდა გაზარდონ საკუთარი თავდაცვითარიანობა, უნდა გაიზარდოს ნატოსთვის გამოყოფილი 2%, კერძო ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს პირველი ადმინისტრაციის დროს საერთოდ 2%-იც კი არ ყოფილა. ახლა უკვე საუბარი არის არა 2%-ზე, არამედ 5%-ზე. ევროპის მთავარი ტიტანი, მიძინებული ძალა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში გამოირჩეოდა განსაკუთრებული პაციფიზმით და ცდილობდა, რომ საერთოდ არ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტებში და სამხედრო თემატიკაში. ახლა უკვე ჩვენ ხედავთ, რომ გერმანიაში ჯერ კიდევ წინა კანცლერის მიერ დაწყებული საერთენვენდე არა მარტო გრძელდება, არამედ კანცლერმა მერცმა პირდაპირ თქვა, რომ გერმანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, თუ გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო შეძლებენ საკუთარი სამხედრო პოტენციალების გაერთიანებას და თუ შეიქმნება სხვა სახელები აქვს სტრატეგიული ევროპული ავტონომია, მეორენაირად ნატოს ევროპული საყრდენი, ნებისმიერ შემთხვევაში ევროპელების თავდაცვითარიანობის გაზრდა ჩვენ ეროვნულ ინტერესებში ნამდვილად შედის, იმიტომ რომ ჩვენ გვეყოლება ძლიერი გეოპოლიტიკური ბლოკი, რომელსაც შეუძლია ძალის პროექცირება. ამ ეტაპზე ევროკავშირი არის მსოფლიოს
უდიდესი ძალა ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ძალას არასდროს არ გააჩნდა სამხედრო შესაძლებლობები. ევროპის ქვეყნები ყოველთვის ჩამოკიდებულები იყვნენ შეერთებულ შტატებზე. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ შეერთებულ შტატებს უნდათ უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ინდოწყნარი ოკეანის რეგიონს და შესაბამისად ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. მათ აქვთ ამისი ყველანაირი პოტენციალი, მე ვიტყოდი, რომ ისტორიული გამოცდილებაც არაერთხელ თუმცა ეს სერიოზულ კონსოლიდაციას, სერიოზულ ფინანსებს და დროს საჭიროებს. და რამდენად არის ამისი დრო, რომ ეს ევროპამ სწრაფად მოახერხოს, მათ შორის თავის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, შეიარაღება და ასე შემდეგ. ეს არ არის მარტივი საკითხი, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა პრაქტიკულად შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, თუმცა მეორეს მხრივ თუ იგივე გერმანიას შევხედავთ, დღევანდელი ბუნდესვერი რომ შევადაროთ, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის შეიარაღებულ ძალებს და იმ დროს და ენერგიას, რომელსაც ბონში არსებული რესპუბლიკა ხარჯავდა საკუთარ თავდაცვაზე, ჩვენ დავინახავთ, რომ დღევანდელი გერმანია არის გაცილებით უფრო სუსტი, ვიდრე იყო მხოლოდ დასავლეთ გერმანია. ამას ემატება პოლონეთი, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი ლოკომოტივი აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის, ამას ემატება სხვა ქვეყნები, შესაბამისად, ერთადერთი რაც დღეს ევროკავშირს აკლია, ეს იყო პოლიტიკური ნება. ტრამპმა შექმნა დამატებითი საფრთხე, დამატებითი სტიმული ევროპელებისთვის, რომ მათ მოახდინონ კონსოლიდაცია და მე ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ მაგალითად ნატოსთან მიმართებით ტრამპის ადმინისტრაციის გავლენა მთელი რიტორიკის და ბაქიბუქის მიუხედავად იყო მხოლოდ და მხოლოდ დადებითი, იმიტომ რომ ნატოს ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარი თავდაცვის ხარჯების გაზრდა 5%-მდე, რაც მნიშვნელოვანია. გამოაცოცხლა და არა მხოლოდ გამოაცოცხლა, რომ მოსთხოვა პირდაპირ და ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა. ეს გამოცოცხლება ჩვენ სასაუბროდ რო გვეწურება, ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ აი ამ უზარმაზარ საკითხებში და უზარმაზარ თემებში საქართველოს საკითხი მინდა შემოვიტანო, როგორ უნდა გასაგებია რა რეჟიმის მართავს დღეს საქართველოს გასაგებია მისი საგარეო ორიენტაცია ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები, აი ამ რთულ სიტუაციაში საქართველოს ასე ვთქვათ პოზიციონირება როგორი იქნებოდა ყველაზე სწორი თქვენი შეხედულებით. მოდ დავიწყოთ იმით, რა არ უნდა გვექნა. არ უნდა ყოლოდა ისეთი თავდაცვის მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, რომლებიც კორუფციის გამო არიან რუსთავის ციხეში. მთელი უშიშროების საბჭო შეიძლება შევკრიბოთ რუსთავის ციხეში ახლა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისგან. სუსის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავდაცვის მინისტრიც იყო. ანუ რა გამოდის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება მიზან მიმართულ ანადგურებდა ჯარს და ფულს იპარავდა ქართული ჯარიდან. აი ეს არ უნდა გვექნა უპირველეს ყოვლისა. რაც შეეხება იმას, რა უნდა გავაკეთოთ, ძალიან მარტივია არის. თუ გინდა მშვიდობა, უნდა იყო მზად. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა და ამავდროულად უნდა დასრულდეს ეს სამარცხვინო ევროიზოლაცია და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან უაზრო კინკლაობის რეჟიმი, რომელიც ახლა არის. ჩვენი უსაფრთხოების გარანტია არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი საკუთარი შესაძლებლობები, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ჩვენმა მოკავშირეებმა, შეერთებულმა შტატებმა, ევროპის ქვეყნებმა, გერმანიამ უზარმაზარი დახმარება გაგვიწია ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაზრდის კუთხით და ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ხედავთ, რომ ახლახან გაფორმდა სტრატეგიული შეთანხმებები სომხეთსა და საფრანგეთს, სომხეთსა და ბრიტანეთს, სომხეთსა და გერმანიას შორის და ზოგადად კავკასიაში რუსული გავლენები მნიშვნელოვნად მცირდება. ამის საპირწონედ ერთადერთი ძალა, ერთადერთი ქვეყანა კავკასიაში, სადაც რუსული გავლენები, მათ შორის მათი ეკონომიკური გავლენა იზრდება, რჩებით მხოლოდ ჩვენ. საქართველო. და ეს არ უნდა იყოს ასე, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ჩვენ უნდა გავზარდოთ საკუთარი თავდაცვის უნარიანობა, ყავდეს ღირსეული თავდაცვის მინისტრები და ამავდროულად უნდა მორჩეს ევროიზოლაცია და ჩვენ მოკავშირეებთან უნდა დაუბრუნდეთ იმ ურთიერთობას, რომელიც აქამდე ჰქონდა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და